დასრულდება თუ არა დროებითი ზავის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებით. რამდენიმე წუთის წინ შუამავალი პაკისტანის პრეზიდენტმა სამშვიდობო მემორანდუმის ტექსტზე შეთანხმება დაადასტურა. საომარი მოქმედებების დასრულების მოლოდინს ზრდის ჩიხში შესული მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის არაერთი დარღვევის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტის ახალი განცხადებებიც. დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებში მთავარ დილემად ქცეულ ბირთვული პროგრამის საკითხს გადაწყვეტილად აცხადებს და უახლოეს დღეებში სამშვიდობო დოკუმენტის გაფორმებას და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დასრულებას აანონსებს. თუმცა ვაშინგტონის განცხადებას არ ემთხვევა ოფიციალური თეირანის გზავნილები, რომელთა მიხედვით ამერიკისგან ახალი მათთვის მიუღებელი პირობები მიიღეს. ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების ფონზე მედია აქტიურად განიხილავს სავარაუდო შეთანხმების ტექსტს და მთავარ პუნქტებს. ვინ რა პირობების შესასრულებლად არის მზად ომის დასასრულებლად და როგორ ესახებათ მხარეებს უთანხმოების მთავარი საკითხების გადაწყვეტა, ანუ ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება. თიკა მიგინეიშვილი დეტალებით. 105 დღიანი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი დასრულებულია. დონალდ ტრამპმა ირანის მიმართულებით დაგეგმილი მასშტაბური დარტყმები ბოლო წამს გაუქმა და თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია, მათ შორის იმ საკითხებზეც, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებებში ყველაზე სადავო იყო. თუ დონალდ ტრამპის სიტყვებს დავუჯერებთ, შეიქმნა მემორანდუმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი აღარასდროს ექნება. ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო. ახლა დოკუმენტებს საბოლოოდ ვამუშავებთ, რაც მომდევნო რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს. წინ მივდივართ. სავარაუდოდ ხელმოწერის ცერემონია ევროპაში გაიმართება. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. როგორც კი ხელს მოვაწერთ შეთანხმებას, სრუტე გაიხსნება. ძალიან მალე შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას. მე იქ ყოფნას ვერ შევძლებ, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი დაესწრება, ასევე რამდენიმე სხვა წარმომადგენელიც. თეირანში კი სულ სხვა სურათია. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციულად უარყოფენ დონალდ ტრამპის განცხადებებს და ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღწეულა. მათთვის შეერთებული შტატების მოთხოვნები კვლავ მიუღებელია. თეირანში, რომ დონალდ ტრამპის მიმართ უნდობლობაა, ამას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაც ადასტურებს. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ვიდრე ირანი შეთანხმებას ოფიციალურად არ დაადასტურებს, მანამდე შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვები არავინ არ უნდა დაიჯეროს. ამ განცხადებების მიუხედავად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მოლაპარაკებები დასრულებასთან ახლა ყველაზე ახლოსაა. ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი არასდროს ყოფილა დასრულებასთან ასე ახლოს. საბოლოო დამტკიცებამდე მედიამ თავი უნდა შეიკავოს მის შინაარსთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან. ჩვენი პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მიდგომის შესაბამისად ყველა დეტალი საზოგადოებას დროულად მიეწოდება. ომის დასრულების შესახებ შეტყობინება ტრამპის მხრიდან აქამდეც მოგვისმენია, თუმცა როგორც ჩანს, ამჯერად მხარეებმა შეთანხმებას ნამდვილად მიაღწიეს. გარკვეულ საკითხებზე მაინც, რადგან გამოცემები მემორანდუმის დეტალებზე აქტიურად წერენ. ამ შემთხვევაშიც დასავლური და ირანული მედიები ფაქტობრივად სხვადასხვა შეთანხმებაზე საუბრობენ. მემორანდუმს სავარაუდოდ ისლამაბადის დეკლარაცია ერქმება მოლაპარაკებებში პაკისტანის როლის ხაზგასასმელად. დასავლური მედიის მიხედვით ირანი ბირთვული იარაღის შეძენაზე უარს იტყვის, ხოლო შეერთებული შტატების სანქციები შესაბამისობის მიხედვით მოიხსნება. ირანში კი ამბობენ, რომ დოკუმენტი მათ 14 პუნქტიან მოთხოვნებს ეფუძნება. სარაკეტო პროგრამა მემორანდუმიდან ამოღებულია და ხელმოწერისთანავე გაყინული აქტივების ნახევარი დაუბრუნდებათ. მთავარი მაინც ბირთვული საკითხია. თუ მხარეები დოკუმენტს ხელს მოაწერენ, ერთი ვერსიით ირანი აიღებს ვალდებულებას ბირთვული იარაღი აღარასდროს შეიძინოს, ხოლო გამდიდრებული ურანის საკითხი გაეროს ინსპექტორების ზედამხედველობით გადაწყდება. ეს თეირანისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დათმობა იქნება. ირანული მედიის ვერსიით კი თეირანი ახალ ვალდებულებებს დაუყოვნებლივ არ აიღებს და ურანის გამდიდრების უფლებას შეინარჩუნებს. დონალდ ტრამპი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. შეთანხმების პირობებს, რომლებიც ირანმა ყალბ მედიას მიაწოდა, წერილობით შეთანხმებასთან საერთო არაფერი აქვს. მათი განცხადებები, მათ შორის შეთანხმების შესახებ სუსტი და სავალალო კომენტარი სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან უსინდისოები არიან. მათთან კეთილსინდისიერ გარიგებაზე საუბარი შეუძლებელია. შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ჰორმუზის სრუტეა. დასავლური მედია წერს, რომ მემორანდუმის თანახმად სრუტე ხელმოწერისთანავე გაიხსნება გადასახადების გარეშე ყველა
გემისთვის. ირანული სააგენტოების მიხედვით თეირანის სრუტეზე კონტროლს არ დათმობს და მისი მართვის პროცესში შეერთებული შტატები მონაწილეობას არ მიიღებს. ეს საკითხი ევროპასაც ეხება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიამ შეთანხმებას მიესალმება და ამბობს, რომ მხოლოდ წამგებიანი სიტუაციის დასასრული იქნება. თუ შეთანხმება მიღწეულია, ეს ძალიან კარგი სიახლეა, რომელსაც შეუძლია დაასრულოს სიტუაცია, რომელიც გაუსაძლისია. ასევე ეს საშუალებას მოგცემს ჰორმუზის სრუტე გაიხსნას და ირანის ბირთვული პროგრამის ჩარჩოზე მოლაპარაკებები დაიწყოს. ყველა ეს საკითხი დღის წესრიგში იქნება მომავალ სამშაბათს ევიანში, დიდი შვიდეულის სამიტზე, სადაც შეიკრიბებიან ევროპელი და არაბული სახელმწიფოების ლიდერები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. ახლა ყურადღება დიდი შვიდეულის სამიტისკენაა მიმართული, რომელიც მომავალ კვირას საფრანგეთის კურორტ ევიანში გაიმართება. სწორედ აქ განიხილავენ ლიდერები შეთანხმების დეტალებს, რომელსაც სავარაუდოდ ხელს საბოლოოდ მხარეები ჟენევაში მოაწერენ. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამ პროცესს თავად ვერ დაესწრება. მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი გაემგზავრება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონიისთვის მოსამზადებლად ევროპაში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების თვითმფრინავებია გაგზავნილი. ნამდვილად ვიხილავთ თუ არა ჟენევაში ომის დასრულების სცენას უცნობია, რადგან დონალდ ტრამპმა ბოლო 2 თვის განმავლობაში ზუსტად 38 ჯერ თქვა, რომ შეთანხმება ახლოს იყო.